როცა ეს აჭარა მისი თვალსაზრისით ჩვენ წავართვით და დაურეკე პუტინს და მე ვიყავი ძალიან ზდილობიანი და დაურეკე გელს კრავმა და ავიღე ყურმილიდან ძალიან კრაული ხმით უთხარი რომ ძალიან დიდი მადლობა ვლადიმირ თუსო ყველაფერი გააკეთე რომ ხელი შეშალა ყველაფერი რაც შეიძლება გააკეთე ხა თურქი სხვა საკითხი რომ საერთოდ საზღვარი არ ქონდა აჭარას და იქიდან თურქები გვეხმარებოდნენ რომ ასლანი მოგოშორებოგვეცილებინა დაურეკე და უთხარი დიდი მადლობა ჩვენ არ დავიწყეთ არასოდეს თქვენ ასეთი კონსტრუქციული როლი შეასრულეთ აჭარის საქართველოს რეინტეგრაციაში და მე მოველოდი რომ უბრალოდ გაჩვენებოდა მაინც და ზილობიანად მეტყოდა ხო უცებ გამაწყვეტია ძალიან უხეშად ეს მეორე დღეს ხდება ბობუყვაც მახსოვს ზუსტად პლაჟთან ვიდექდი იქ და ურეკავდი და მითხრა მიხაილ ნიკოლაევიჩ на этот раз мы вам помогли ტყუილი но с Южной Осетии Абхазии больше никаких подарков вам не будет там у вас ничего не получится პირდაპირ გავло ხაზი რომ ეხლა ერთხელ გამაცურე მაგრამ შენი მოსატყუებელი კვილი მე დიდი ხანი უკვე დღეიდან მოცვლილი მაქვს და ვეღარ ეღირსები და დაიწყო შემდეგ ცხინვალში ბილდაპი აბხაზიაში დაიწყო სერიოზული ცნები მაგრამ რა ხდებოდა ბოლოს 2007 წელს როცა პუტინთან მქონდა მინსკში DST-ს სახელმწიფო ლიდერების ხდომა და შემდეგ გაგვიყვანა გვერდზე ოთახში და ეს იყო ერთ-ერთი 2 თუ 3 შეხვედრიდან სადაც ერთ-ერთზე ვიყავით ესე ყოველგვარ მრჩევლების გარეშე და ძალიან უხეშად მელაპარაკა და მე განსხვავებით იმისა რაც ავცელე მენჭორეს მათ შორის რუსები არასოდეს უხეშად არ მიგასხვია პუტინისთვის და პუტინო მეუბნება რომ მე ვამოსწრები სევერნი კიპრი უცებ სევერნი კიპრი რა სცენარია ჩილ კვიპროსი ეს არის რომ ვითომ შენ იწყებ ომს მე ის პასუხობს შენ ტერიტორიას იპყრობს და აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ის რაც მოხდა მე 2000 იგივე სცენარია მომიყვა 2007-ში კოსოვო ჯერ არ იყო მე უთხარ რომ დავილაპარაკოთ რა გვინდა ჩხუბი მე რა დაიწყება 2007-ში ამერიკელების გასაკვირად იგივე პირველი ჩხუბი კონდოლიზე რა ისთან ოქდა 2007-ის მედვედევის დაბადების დღეზე მიიყვანეს კონდოლიზე კარგად დალიეს და უცებ პუტინმა დაუწყო ლაპარაკი რომ საქართველოს უნდა იყოს ომი ნუ სულად გაბჭირვალეთ კონდოლიზე წამოუხდა და ტოვებდა სუფრას რაც ვიცი კონდოლიზე და რაც რუსები მაშინ რუსები მაგას კიდე გვიყვებოდნენ და გვითხრეს რომ და ნუ მაშინ ხო კარგი ეს სიგნალი მიიღეს მაშინ და დაიხეს უკან მაგრამ იგივე 2007-ში ჩადის დაღესტანში დაიწყო სამთო ბრიგადების კეთება და თქვა აქედან გზა გადადის საქართველოს და სხვა შორის ეს არის აქედან ცოტათი ჩრდილოეთ აი აქედან რამდენიმე კილომეტრია საუბარი შორს კი არა აი სადაც ახლა ვიყოფებით აი მთების უკან არის დაღესტანი უთხრეს რომ პრინციპში გაკეთებადია სამხედრო გზაო აი ზუსტად სამხედრო გზა გვჭირდებოდა ტელევიზორში გაუშვეს ეს კი არ წამოწდა გაუშვეს ეს არ იყო პირდაპირ ეთერი გაუშვეს საღამოს საგანგებოდ რომ ყველას მოესმინა ჩვენ მოგვესმინა უცხოელებს მოესმინა და დააკვირდა რა რეაქცია იქნება არც არაფერი რეაქცია არ ქონდა ამ კონდოლიზას იქონდა იქ რეაქცია მაგრამ საჯარო რეაქცია არ ქონია ასე რომ ეს ყველაფერი მოდიოდა შექმნეს ეს სამთო ბრიგადები და მე რა ხდებოდა 2008-ში თებერვალში ჩავედით DST-ს სამიცი და იქ ცალკე შეხვდა პუტინი შეხვდა და ნუ იქ დავიწყეთ ლაპარაკი რომ თვითონ დაიწყო ლაპარაკი რომ კოსოვო მზადდება ეხა მალე და ბიჭებო სათხარ თუ არა კოსოვოს შედეგებში რაზეც ჩემი ეგრევე რეაქცია იყო ჩვენ რა შევშევთ კოსოვოს და მოიწევით ჩვენ კოსოვო ის არის ამერიკის ურთიერთობა ევროპის ურთიერთობა ეხეთ პატარები ხო არა ვართ ისინი არიან თქვენი მეგობრები აქ დიდი გეოპოლიტიკური თამაში მიდის. ჩვენ ვიძულებულნი ვართ კოსოვოს უპასუხოთ. ეხა вам будет не очень больно, მეუბნა, დავცინოთ. Вы расслабьтесь, получаете удовольствие. კიდე მოძალადის ტერმინოლოგია რა. ეს რომ წელს ხდება? 2008 წლის თებერვალში. А мы сделаем то, что нужно сделать. Ну, вам კიდევ ერთხელ вам не будет больно. ნამდვილად გაუპატიურების წინ რაღაცა საშინელი სტაჟიელი მოძალადე რო გეტყვის, ხო? ამის შემდეგ უცებ ეს რო გვითხრა, ამის შემდეგ მე ვუთხარი რომ მოდით რა პრობლემა თუ ჩვენთან გაქვს რამე პრობლემა გვითხრით. მე აი იმას გასაგონად ვინც აი ნატოს რაღაცა უკავშირებს. მოლდოვას უარი გქონდა ნათქვამი ნატოზე, კონსტიტუციით აქ ნათქვამი უარი და მოლდოვას არავინ არ უბრუნებს დნეპრისპირეთს, ხო ასე? პირიქით ეხლა რუსეთმა მოუჭირა ხელი და ხელ შეეღო დნეპრისპირეთი. ამიტომ ჩვენ ვუთხარით რომ მაშინ მზად ვართ ნატოზე თქვა უარი, ვადასტურებ რა ასე ვუთხარით. ჩვენ დელეგაციაში იყო 6 თუ 7 წევრი, გელა ბეჟუაშვილი, ვაშაძე, თორცე ბაქრაძე, რამდენიმე კიდე კაცი. რუსული დელეგაციით მრავალრიცხოვანი იყო, რომ ჩვენ მზად ვართ თქვა ნატოზე უარი. კი, ჩვენ
ხელშეკრულებით ვარ უარი ვთქვათ ამერიკასთან უფრო წინ წასულ ურთიერთობებზე, თუ თქვენ თავის მხრივ დაგვეხმარებით ტერიტორიებზე პროგრესზე, ოღონდ ეს ხელშეკრულებით დავაფიქსიროთ. ამაზე პუტინი არც დაფიქრებულა, შემოხვედა, გაიღიმა და თქვა: ბიჭებო, ჩვენ თქვენ ტერიტორიებს, თქვენ გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე არ ვცვლით. მოვაში ტერიტორია, ნავაში ორიენტაცია მინია. რაც ნიშნავდა, რომ ტერიტორიებს ისაც აგართმევთ. ამის შემდეგ მე, რასაც მე ხაგუთა, ეს ომამდე ხდება. მე ამის შემდეგ რა ხდება? ამის შემდეგ გაუქმეს ეგრეთ წოდებული სანქციები, რომელიც ისაც ფორმალური იყო, მაგრამ ამის გაუქმება იყო თავისთავად აქტი. შემდეგ შეიყვანეს აფხაზეთში 26 ეშელონი, მათ შორის იყო 21 გრადის და სმერჩის ტიპის სისტემის რაკეტები, ბუკის სისტემის დახვეწილი ანტისახარული სისტემები, ბევრი შილკა, უამრავი ესე სოჭის ვокზალზე იდგა რამდენიმე ათეული ეშელონი ტანკებით, რომელიც ეძებდა აფხაზი. ოჩამჩირეში და გალში დაიწყეს ბაზების შენებლობა და ჯავაში აქეთ ხარეს გვირაბის ააშენეს სერიოზული ბაზა. ეს ყველაფერი სატელიტური სურათები იყო ამას ამერიკელებსაც უჩვენებთ, ევროპელებსაც ყველას. შემდეგ ამ ყველაფერს პარალელურად ჩვენ მოვითხოვეთ ეუთოს უშიშროების მექანიზმების ამოქმედება ჩართვა, რაზეც ეუთოში ეს რუსეთმა დაბლოკა. შემდეგ მივწერეთ წელი პუტინს. აპრილში აგერ ამაკ სადაც ვთხოვ, რომ პრობლემები გვაქვს ურთიერთობაში, სადაც სულ მიმართულებით მივდივართ. და ძალიან გთხოვთ, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ლაპარაკი, დავიწყოთ მოლაპარაკის მაგიდაზე, ზათვართ ბევრი დათმობის წერილს ვწერთ. პირდაპირ თავაზობ датмовс. Раза წერს. Уважаемый Михаил Николаевич, не могу согласиться с содержавшимся в вашем послании от 26 апреля 2008 года утверждением о якобы существующем остром кризисе в межгосударственных отношениях между нашими странами. Так учились. არ ფერახდება რა უნდა ლაპარაკოთ. კარგით. შემდეგ ესე იგი ამის შემდეგ მაისში ჩვენი დრონი ჩამოაგდეს ეს უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის. უარყეს და მე იძულებული იქნა დაედასტურებინა, იმიტომ რომ ჩამოგდების წინ გადაღებული იყო ეს ყველაფერი. ჩვენ გამოაცხადეთ სამხრივად, რომ აღარ იფრენენ ჩვენ დრონები აფხაზეთში. კიდე ერთი დათმობა გავაკეთეთ. რის შემდეგაც მეორე დღეს გამოაცხადეთ, რომ ახალი ბატალიონი შედის რკინიგზელების აფხაზეთში. თუ ომს არ იწყებ რკინიგზის ბატალიონები არაფერში არ გჭირდება, ხა სამოქალაქო დამსახურება რო არ ექნებოდა დანიშნულება ამ რკინიგზას გასაგები ხო. მიუხედავად რომ ვიცოდით რომ სამოქალაქო დანიშნულება ამ რკინიგზას არ ქონდა. ჩვენ ამის შემდეგ უგზავნი მედვედევს წერილს და ამ წერილზე გამაკრიტიკა მათ შორის ჩემი წრიდან და ჩემი გარემოცვიდან შემდეგ წერილს. თავაზობ შემდეგ რაღაცას. და ეს წერილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ისტორიკოსებისთვის ალბათ ბევრი კამათის თემა გახდება და ასე ვცდილობთ ამაზე არასდროს ამისავრ. რას ვეუბნები რომ მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ ინტერესები კურორტები, გუდაუთის ბაზა, სოხუმის აეროპორტი, მით უმეტეს სოჩის ოლიმპიადისთვის სპორტი, ყველაფერი ეს მესმის. ჩვენ პრობლემა გვაქვს რომ ტოლველები ვერ შეგვაქვს. იმიტომ რომ თქვენ გახართ აქეთ ხარეს ენგურზე და ენგურის იქით ჩვენ ხალხს ვერ უშვებთ. მოდით გადაინაცვლეთ რამდენიმე ათეული კილომეტრი ჩრდილოეთში კოდორზე. ესე იგი ყველაფერი თქვენაც გაინტერესებთ ხდება კოდორის ჩრდილოეთით. სამაგეროთ ამის სანაცვლოდ და შევიყვანოთ ჩვენ დევნილებს საერთაშორისო ადმინისტრაციის ქვეშ, არა ქართული ადმინისტრაციის ქვეშ. სამაგეროთ ჩვენ როგორც სახელმწიფო, იმიტომ სუვერენიტეტი ჩვენია იმის ჩრდილოეთ, დაგიკანონებთ თქვენ სოხუმის აეროპორტის სარგებლობას, დაგიკანონებთ ყველა თქვენ ეკონომიკურ ინტერესს ბიჭვინთაში, გაგრაში, სოხუმში. ჩვენთან დაგიკანონებთ სოხუმის რკინიგზის სარგებლობას და გავხსნით რკინიგზას სომხეთზე, აი რკინიგზაზე ბორცქავთ. პრაქტიკულად ყველაფერს გაგიკეთებთ, რაც თქვენ გიდათ, თუ თქვენ რა თქმა უნდა არ გიდათ ომი, ნუ ომი არ მიხსენებ, მაგრამ მე ვფიქრობ, აი რა შეიძლება მოვიფიქრო, თუ მათ მართლა ომი არ უნდათ. აი ყველაფერი მივცეთ და დაწყრადნენ და სტატუსის საკითხი ნატოსაც კი იყავით მზად რომ უარი. კი, პრაქტიკულად ამაზე ვერ მოუცხომათ, ხო, ეს თქვენ პრაქტიკულად თავაზობთ აფხაზეთის გაყოფაზე. რა თქმა უნდა, ეს არ იყო აფხაზეთის გაყოფა, იმიტომ რომ სუვერენიტეტი ჩვენ რჩებოდა, მაგრამ დე ფაქტო ვაკანონებდით გზელვადიერად მათ ინტერესებს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში. პრინციპში თუ რამის მიღება უნდა თან უკმა მუქთად აბსოლუტურად თან იმასაც არ ვიღახა ჩვენ დევნილები შევიდოდნენ კოდორამდე რაღაც ნაწილი ეს იქნებოდა რომ ოჩამჩირის და გულრიფშის ნაწილში შევიდოდნენ და გალში უფრო თამამად შევიდოდნენ. და იქ იქნებოდა გაეროს მოქმედების არეალი გაფართოვდებოდა და რუსები რო გადაიწეოდნენ იქნება უფრო ადვილი იქნებოდა ჩვენ სამ ხალხისთაც რა თქმა უნდა ამას ჩვენ შევყოლებთ ჩვენ სამოქალაქო ადმინისტრაციას თვით მმართველობის სტრუქტურებს მაგრამ ნუ ეს ამას პაკეტის ნაწილი იყო მაგრამ ამას არ ხარწევთ. რის შემდეგაც მედვედევი ეს წერილი ჯერ ერთი პირველ ჩავიდა თუ არა მეორე დღეს გამოაქვეყნეს გაზეთ კომერსანტში თვითონვე ესე გაჟურნალ გააკეთეს შემდეგ წერს წერილს
და რაც წერს წერილს, ესე იგი, რამდენიმე დღის და ძალიან სწრაფად გადმოწეს წერილი. რამდენად მისაღები იყო მათთვის ასეთი წინადადება? Არა, და мера წერს. Подобная ситуация. Откровенно говоря, трудно представить себе, например, создание совместной грузино-абхазской администрации в каких-либо районах Абхазии. Явно преждевременно постановка вопроса о возвращении беженцев. В нынешней обстановке абхазцы, и их мы понимаем, видят в этом угрозу своему национальному выживанию. Практически უხეშად დაგვრჩინა კი არა. თქვა რომ დაივიწყეთ ტოლველები, დაივიწყეთ ტერიტორია. ასე რომ ამის შემდეგ ურეკავ, ამის შემდეგ მიიღო მედვედევი შეხვედრა პეტერბურგში, რაც თვითონ ცილაპარაკამ თავის ინტერვიუში. დიახამაზე ისაუბრა და სხვათა შორის დაამატა შემდეგ რომ ასტანაში შეხვედრის შემდეგ რომელიც უფრო მოგვიანებით იყო თქვენ საერთოდ აღარ გამოხატეთ ინტერესი მასთან ურთიერთობის გაგრძელებას. ძალიან ეს ამ შეხვედრას ცდილობდა ძალიან მოვეხილდი და მეც რა ხმოდა მიცილობდი რომ როგორც პუტინთან პირველ შეხვედრაზე, მაგრამ ნუ ჩეთი უცებეთ ყოფოდა რომ ემალზეზის ბევრ საკითხს და ფორმალობა, მაგრამ მიფიქრე რომ შეიძლება აი ეგეთ ხშირად ხდებოდა რუსეთის ისტორიაში რომ ეგეთ საიდანაც არარაობას მოიყვანენ, აი როგორც ხრუშჩოვი იყო და შემდეგ ის წამოაჯდება ყველას თავზე. ამიტომ ამის იმედი ყველას რუსეთის გარშემო ჰქონდა რა თქმა უნდა. და ნუ ამიტომ ვცდილობთ რომ გაგვეღვიებია მას ამბიციები. ნუ ძალიან ხო ერთი-ორჯერ გაკრა პუტინის ისე კბილი შეხვედრაზე, მაგრამ ეს მისი ჩვეულებრივი სტილი იყო და ამით ბევრი ტყუდებოდა, მათ შორის დიდი სახელმწიფოს ლიდერები. და შემდეგ იძახს რომ ძალიან ესე გაიმარიაჟა რომ ბუშის დაბადების დღე იცის რომ ამერიკელებთან მაგრაა რომ ინგლისური იცის რაღაც სამართლების საკითხებზე მე ჩვენ რეფორმებზე ბევრი რაღაცა იცის ახთოვანებით ისაუბრა ასე რომ ნუ დადებით შეხვედრა იყო და თქვა რომ აუცილებლად ამ კვირეებში შევხვდეთ სოჩში და გაველაპარაკოთ ამის შემდეგ ურეკა ორჯერ და ორივეჯერ ყურმილი აიღო პუტინმა და პირველად რო აიღო ყურმილი მითხრა რომ მედვედევს რას ურეკაო ჩემთან არა გაქვს შენ საქმე უკვე პრეზიდენტია მედვედევი ოღონდ მეორე დარეკვაზე და ამ დროს უკვე ჯარები აქ შეყვანილი დრონია ჩამოგდებული კოდორშთან შეტაკება იყო და ჩვენ შემოგვაკეთა შეტაკება იყო ჩვენება მოკლეს მათი პოლკოვნიკი იქ ჩვენ კონტროლება ტერიტორიას კოდორის კიდე აქეთ ხარის იყო სამგრელოში მოხდა თორცდები და ნუ რთული სიტუაცია ძალიან და რიტორიკა კანიაკინმა თქვა რომ ომი იქნება ბალუევსკი უთხრა ნატო შტაბს რომ ომი იქნება ბრიუსელში გენშტაბის უფროსმა რუსეთის ყველა მხრივ მოდის ეს სიტყვა ომი თან ჩვენთან ლაბარაკზე უარს ამბობ. ნუ ამ სიტუაციაში მეორედ რო დაურეკა პუტინი მეუბნება რომ ნახეთ მეოთხე ევროკავშირის გაց ხო ცუდი განცხადება იყო და ხედავ უკვე რაღაც აგდებული დამცინატონია. ეუთოს განცხადებაც ხო ნახეთ თქო მეუთხარი ნუ იქ ძალიან კონკრეტულად კი ეუთოს განცხადებაც რუსეთი ისე დაგმესო პირდაპირ აღარ შეიძლება. უფრო მეტ ამერიკელებს განცხადებაც ნახავ ბუშის პრეზიდენტის განცხადება. ბიჭო რა საშინელი ტონი ქონდათ რუსეთის მიერ როგორ დაგმესო და რა ხელა ეს ყველაფერი ირონიულად. ხო მიხაილ ნიკოლაევიჩ ძალიან ბევრი ქაღალდიაო ხო დაცა მეუთხარი ქაღალდია თუ რა არის სერიოზულ ხალხს ხო და ბევრი ქაღალდი რო ეს ქაღალდი რო დაახვიენო და ერთ ადგილზე რომ გაიკეთო სიტყვას არა ყველათ რო უხეში სიტყვებით და რაზეც გავშნებე და კიდე დამიკონკრეტა მისამართი სულად ხა მე არ მინდა გავიმეორად ხო და იმიტომ მე ცხოვრებაში მასთანაც არ მიკადრებია ხა რომ რამე ანტონი ამეწია ნუ ხეში სიტყვა მეხმარ აი ესე ტონით იყო ლაპარაკი ნუ ამასაც გავშრი და დავკიდე მეორე სხვა ბუშ დაურეკე და კითხე რომ ხო არ იცით თუ სად გააგზავნა ყველა თქვენი გაცხადებული ვიცი ყველაფერი უკვე მე მგონი ამერიკელები ეხლა რომ რაღაცა იძახე რომ ყველაფერს უსმენენ მაშინაც ყველაფერს უსმენენ ასე რომ ასეთ სიტუაცია იყო შემდეგ რა შეეხება მედვედევს ნუ ეს მედვედევი გვემალება წელებს გაუგზავნეთ დარეკვას აზრი არ აქვს პუტინი იღებს ყურმილს ამ დროს კიდევ ერთხელ ხაზს ვსვამ რომ ის სწორედ პირიქით ამბობს ვიღაცას რო ურეკავ და ამ დროს დედა მამა რო იღებს ყურმილს და ის ამბობს რომ თქვენ ელოდებოდა თქვენ ზარს მაგრამ თქვენ შემდეგ საქმეა შემშუთა რა გინდა და მოკლედ მე იყო ასტანაში ეს იყო ასტანის ივლისში 6 ივლისი და ერთდროულად იყო ნაზარბაევის დაბადების ასტანა და ნაზარბაევის დაბადების დღეს და ამ დღეს ნუ ჩავედი იქ იყო დიდი ბანკეტი და მანამდე იყო სულ რაღაც დათვალიერება ახალი ობიექტების სადაც მედვედევს მოუძდევდი და მედვედევს უმემალებოდა სხვა ჩვენ სადაც თქვა რომ ონკეთ ლიპკი такой სულ ესე მოწებება იცისო რა ნუ ხო მართლა ესე იყო რომ მე დავდევდი ეს გარბოდა აი
რო გაგერბეს ესე იგი შეყვარებული დაახლოებით ეგრე ხო არ ვიცი ხო ცუდი შედარება შეიძლება საქმისთვის დავდევდი ხო შემდეგ იყო დიდი ბანკეტი და ნუ ამ დიდ ბანკეტზე ეს არის ეს DST-ს ლიდერი ყველა საინტერესოა პირველად იყო მედვედევი სადაც რო ჩავიდა და ხედავ რომ ამ ბანკეტი ადგება გაიქცევა და ამიტომ მოუტია ნაზარბაიჯანს რომ ძალიან კეთილგანწყობილი იყო და არის ჩვენს მიმართ და სხვა ჩვენ ძალიან დაგვეხმარა რომ შუა აზიის ქვეყნება და DST-ში არ მოხდა აღიარება ოკუპაციის ნაზარბაიჯანი მართლა შეეწინავდა მათ ძალიან და ვეუბნები ნურსულტან აბიშევი აქ თქვა მაგარი დისკოტეკები გავიგეთ და ხამის კლუბები გაიხსნა თქო არ უნდა წავიდეთ თქო ფიქრობ რომ სამი არაფორმალური ვითარების ნუ ეხა ამან არ შეიმჩნია ხა ნუ ბიშე ხა ცოტა ეგეთია ვიცით რომ ცოტა ესეთია ხო უფრო ახალგაზრდა ალტერნატივა მაგრამ მე უცებ მედვედევმა ამიღო ამიბო ხარ რომ კი აბა როგორ ხა დისკოტეკაზე უნდა წავიდეთ სად წაგვიყანე და ნუ ხა ეს რუსეთის ახალი მეფეა ფორმალურად ხება სხვა რა ეთქოდა და წავიდა სადღაც ამიტომ სადილი გაგზელდა ეთყობა ამზადებდნენ რაღაც ღამის კლუბს და ესეთი იყო მონაკოს კლუბი ერქვა ღამის კლუბი ასტანაში წავედით იქ ჩვენი ეს მედვედევი გავიდა და იქ ცეკვავს საცეკვაო მოედანზე ნუ ეს შუა აზიის ლიდერებს გასაკვირად თვალები დიდი თვალებით უყურებენ ხა პუტინი მოცეკვავებად არ უნახავთ ხა ეს რუსეთის ამხელა რუსეთის იმპერატორი უცებ ცეკვავს ესეთი რამე მათი ისტორიაში ჯერ არ არის არ უნახავს ყველას დასანახავთ ძალიან ესე მე სხვა ჩვენს რამდენი მის ცეკვა ისედაც იყო ტელევიზორში მედვედევის ცეკვავს ჩვენ ნანახი ხო და მეც ახლა შევყევი ამ საცეკვაო მოედანზე და რაღაც მომენტში დავუველი ხელა გამოვიყვანე აქეთ და დავისვი და ესე დავისმუტე ესე დავადე ხელი ბოხზე რო არ გამექცეს და მეუბნები რომ დიმიტრი მევთხარი რომ მოის და გავერილი სვა нас была такая приятная беседа კარგად ვილაპარაკეთ რაღაცა და მე შენ თქვით რომ თქვენ თქვით რომ სოჩაში უნდა შევხვდეთ და ნუ ამდენ ხარ ველოდეთ რეკა პუტინი იღებს ყურმელს აქაც ვერ ვილაპარაკეთ მეუბნებია დრო არ აქვს მოდი აი ხა დავილაპარაკოთ როდის შევხვდებით თუ მიხაილ მეუბნება მეო აი ძალიან მომწუხარო რომ იმიტომ რომ აი ერთი ასაკის ვარ თუ დაახლოებით ერთი განათლება გვაქვს ის იურისტიული დავთარებული მასაც ორივეს მოგწონსო ერთი მუსიკაო ხედაო სხვა და ბევრ რაღაცაში ერთი გემონა ერთი ნუ რაღაცა ისე ვარ წარმოადგენლები ერთი ფორმაციის მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ მოსკოვში არის თამაშის სხვა წესები там знаешь Москве другие правила игры და იქო მე არ ვაწესებ ამ თამაშის წესებს ასე მეუთხე რომ მოდი რა შევხვდეთ ჩვენ да давилапаракот да მეუთხე хуже чем сейчас быть не может მეუთხე каждый день провокации стрельба оружие заводят неопределенность хуже не может быть და ანდრო შეუხედა და მეუბნება უცებ а тут ты უცებ შენობით გამ очень ошибаешься вот увидишь очень скоро будет намного хуже ეს რო თქვა მე მივხვდი რომ ზედმეტი თქვა მე მგონი და გაიქცა სადღაც იქ ეს იყო თქვენი ბოლო კონტაქტი ფაქტობრივად და მე თქვა ფერი მეცვალა არ მოველოდი ესეთ გულწრფელობას დაახლოებით მithხვდი რა მითხრა და მოვიდა ნაზარბაევი და მე ვუნა მიხაილ что с тобой я тебя так нервы никогда не видел ესე ნერვული არ ვსოს არ მირახი ხარ რა გითხრა ესეთი არა მეთხე აფერა არ მიაქციო ყურადღება ეგ ეხა არაფერს არ წყვეთ ჯერ მოსკოვში молодой разберется еще все у него впереди აი ეს იყო თელი ჩვენი კონტაქტების წელი მე რა თქმა უნდა როცა დაიძაბა სიტუაცია აგვისტოს დასწრეში და დაიძაბა იმ გაგებით რომ ნუ მალე ყველაფერი ცა შტაინმაიერის გეგმა რომელიც არ იყო იდეალური გეგმა ხო საინტერესო იყო ჩამოვიდა შტაინმაიერი გერმანიის საგარეო მინისტრი და ნუ ეს იყო პირველი ოფიციალური პირი რომელიც გითხრა რომ მიიქნება დასავლეთიდან და ეს როგორ მოხდა ჩავიდა გეგმა შემოგთავაზა რომელიც იყო ძალიან ორაზროვანი და ძალიან საკმაოდ მიუღებელი პირდაპირ თქვა მაგრამ იმდენად გამწარებული ვიყავთ რამე მასე მაინც ჩავოჭიდება ხე რომ ამაზე ვთანხმდებოდ ჩავიდა გალში ჩამოვიდა სადაც შეხვდა ბაღებს მოსკოვში ჩავიდა თვალსწინმალან და მე ჩამოვიდა ისე უკან ბათუმში კაპიტან პარტაროა რესტორანი ზღვაზე ძველი რესტორანი იქ შევხვდით აჭარულ ხაჭაპურს საუზმეს და ნუ იყო ჩვენი თავის რამდენიმე წევრი და იქ თემური ეკობაში მოუთხა რომ ბატონო მინისტრო დაგვეხმარებით თუ არა ახალ სამშვიდობო ფორმატის მიღებაში ამან დადო ჩანგალი მოუთხა რომ რა ახალი ფორმატია ბიჭებო მალე თქვენა ომი გექნებათ და ჩვენ ამ დროს ყველამ დავღარეთ ჩანგალები რას ვქო ომი და პირველ მანე კონდოლიზა ეძახოდა რა ომი და საერთოდ დაივიწყეთ და რუსები ამას არასოდეს არ იზამენ რაზე ჩვენ არ ოქნან აქ პირიქით ამოგვით რომ იზამ მე თქვენ მოგიყვებით როგორ მოხდება ეს აი მომისმენთ კარგათო ეხა ისინი გააგზავნებენ პროვოკაციებსო მე რაღაც ეტაპზეო
თქვენ აუცილებლად მოგიხდებათ მათი სამშვიდობო სტატუსის გაუქმებაო, მაგრამ ისინი არ წავლენო. მე ისინი კიდევ უფრო მეტად, მე სულ უფრო მეტად გესვრიანო, გააძლიერებენ თავის ჯარებს, რაღაც მომენტში თქვენ ვალდებული იქნებით, რომ უპასუხოთ შეერაღებული ძალითო. რის შემდეგაც დაიწყება დიდი ომიო და მე ევროკავშირის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება შუაში შემოიძეთ გაყოთ ერთმანეთსგან, ჩვენ სხვა ფუნქცია იქ არ გვექნება, არანაირ ახალ ფორმატზე წინასწარ ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. და მე ვნახოთ. ყველაფერი ასე მოხდა ზუსტად. გარდა ერთისა, ჩვენ არ გავუქმებთ სამშვიდობო სტატუსი. ეხლა ბევრი მამაში მადანაშაულებს, რომ გავუქმებთ, მე იგივე ევროპელები გვეტყოდე, რომ მოიცა. თქვენ გააკეთეთ პროვოკაცია. სამშვიდობო სტატუსი გავუქმებთ, გაბრაზდა ბიძია იქ. სხვა გელი გაბრაზდა ცხვირისგან ამ დაუფიქრებენ ნაბიჯი და აბა რა იცი, სხვა მარიცოდა რომ არ გაიხსენებენ გელი, ესეც კი არ გავაკეთეთ. და ბოლოს ერთ-ერთ ასაც გვედავებიან, რომ სამშვიდობოები იყვნენ იქ და რატო შეხვედით მიუხედავად ამისა. ამის შემდეგ იყო სროლები და ბევრი ქართველისთვის ომი დაიწყო შვიდში. მაგრამ იქ ცხოვრები ხალხის ომი დაიწყო. ნუ რა თქმა უნდა, მთელი ეს წლები და თვეები იყო, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე. ბოლოს უკვე როცა ჩვენი სამშვიდობო დახოცეს, ჩვენი ჯარისკაცები. როცა ადგილობრივი ხალხი იძახოდა, რომ კარგი თუ, იმიტომ რომ კეზარაში მოვიდა ტიროდა ჩემ თავდაცვის მინისტრს, რომ ჯარისკაცები მომიკლეს. რამდენიმე დაჭრილია. თუ ეხლა რაღაც შეზღუდულ ოპერაციას მაინც არ გავაკეთებთ იძახოთ. მაშინ ყველას დაგუხოცავენ იქ, იმიტომ რომ არიან ჯარისკაცები არა მოყოლნი ამ უბედურებაში და მოსახლეობაც და რაღაცას ნებართვა მომეც მოთხეთ და ჩემი პასუხი იყო, ხა კეზარაშთან სამდე გადავამოწოთ არ ვიცით, მაგრამ იყო ყველა რომ დაგიხოცონ, თიც არ გავაცროთ. აი ესეთ პასუხი იყო შვიდში. მაგრამ ნუ შვიდში ბუნებრივია დილიდან უკვე დავწი. ამ თანადრო ამ დროს მე ჩვენი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადა არის ერახში. ჩვენ არ ვიყავით სათომისთვის. ჩვენ ამ დროს არ გვაქვს საჰაერო სისტემის საკმარისი და რაფაელის სისტემები ისრაელიდან ქონდა ნაყიდი და ჩამოდიოდა წლის ბოლოს და გადაგვიფარავდა თელსას. ჩვენ ვიყავით ხანდა 200 არადგან შეკვეთილი ბულგარეთში ძალიან მაგარი დახმარება იქნებოდა. ჩვენ გვქონდა სამხედრო საველე ჰოსპიტალი, მოდიოდა გერმანიიდან უკვე გზაში იყო დატვირთული იყო გერბებს და გერმანელებმა უკან წაიღეს. ჩვენ გვქონდა ამერიკელებთან შეთანხმება, რომ სტინგერებს მოგცემდა დიდი რაოდენობით და ბოლოს ეტაპზე ვიყავით ამ მოლაპარაკებების. იმდენი რაღაცა გვაკლდა. ყველაზე ცუდი დრო საქართველოსთვის რამეში ჩარბის იყო 2008 წელს ზაფხული ეს რუსებმა გადასარევად იცოდა. ბატონ მიხეილ, თუ ამდენი ავტორიტეტული ფიგურა და მათ შორის თავად რუსეთის ხელმძღვანელები თქვენ გაფრთხილებდნენ და პირდაპირ გეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ელოდა ომი, რატომ აღმოჩნდით ჩვენ ასე მომზადებლები ამ ეტაპზე? მომზადებლები როგორ აღმოჩნდით, ისტორიულად ვემზადებოდით, რაც შეგვეძლო. დრო არ იყო საკმარისი. ხა ჩვენ ეხა მედვედევი რო იდარს 50-ჯერ გაგზარდეს თუ 100-ჯერ სამხედროს ხო თქვა ეს რაღაც ეს მათი არგუმენტი ხო. საიდან გავზარდე? დიახ, ბიუჯეტი მან განაცხადა რომ 50-ჯერ გაიზარდა 2003-დან 2008 2003-დან ხო და 2003-ში რამდენი იყო? 0. და ჩვენ აი ეს იგივე გლის ლოგიკა რა. რაც არ უნდა ქრას ცხვარმა. ყველაფერი არის პროვოკაცია. ჩვენ ქონდა ყველაზე პატარა ბიუჯეტი სამხრეთ კავკასიაში, ერთ-ერთი ყველაზე პატარა ბიუჯეტი დსთ-ში მეგონა ჩვენზე პატარა აქ მაგრამ მოლდოვას ქონდა. მილიარდამდე ვიყო გაზდაზე ლაპარაკი, მილიარდზე ცოტა, ყველაზე ფიქზე ქონდა მილიარდი. და იქიდან რომ დავიწყეთ იმიდან რომ არაფერი არ ქონდა. და ჯარი მარტო ჩვენ არაფერი რას ნიშნავს, არც ყაზარმა ქონდა, არც ფეხსაცმელი არ ქონდა, არც საჭმელი არ ქონდა. ხა იარაღზე აღარ ვლაპარაკობ. აი როცა ეს ყველაფერი, აი დაახლოებით მაგ დროისთვის ვიწყებით უკვე სერიოზული იარაღის შესყიდვა, სადაც უკვე აზერბაიჯანსა სომხეთი დიდი ხანია ქონდა. ასე რომ აი ესეც მნათელი დასტურია იმისა, რომ შარზე იყვნენ, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ არ ქონდა დრო იმისაც, რომ მომზადებულიყავით. რა თქმა, მაგრამ მე კიდე მინდა დავსვეკითხო. საქართველოს ისტორიას ახსოვს ბევრი გმირი მეფე, რომელიც ჩაერთო ბევრ უიმედო ომში. მე არ მახსოვს რომელი მეფე გმირად გამოიცხადებიათ მხოლოდ იმის გამო, რომ ბრძოლის ველიდან ბრძოლის ჩააბარა მტერს ყველაფერი ხელი დაიბადა და გაიქცა. იყო ვახტანგ მეექვსე, ხო? მაგარი განათლებული კაცი, მაგარი მეფე იყო. უცე ვერ ჩვენ დღეს დაკრა ფეხი თელ თავის საუკეთესო ხალხს მოკიდა ფეხი და წავიდა რუსეთში გადაიხოცა. რაც უნდა ვეფხისტყაოსანი დაებეჭდა, რაც უნდა ლექსიკონები, კანონები მიიღო ხა. ქვეყანა მიატოვა წავიდა. 21 წელს მე შევიკემა. როგორც კი დაინახეს რუსები მოადგენ თბილისს, დაკრეს ფეხი და მატარებელში დროებით წავით გავიხურე და მე თელი ცხოვრება ამას ნანობდა. საქართველოს ხალხს არ მოუწია, მე დავდებ ფიცი აღმაშენების საფლავზე გელათში. მე ნამდვილად არ ვადარებ ჩემ თავს არც აღმაშენებელს, არც დიდ მეფეებს. მაგრამ ყველა ქართველ საქართველოს მმართველმა, მეთუმეს დემოკრატიულ მარჩეულმა, უნდა რაღაც სტანდარტს მისდიოს. ქართულ ხალხს არ მიუწია ჩემთვის, არ მოუწია ჩემთვის მანდატი, რომ ტერს ჩააბაროს ქვეყანა და თუნდაც უიმედო ბრძოლაში ყველაფერი პრაქტიკულად სრული კაპიტულაცია გამოაცხადოს. ეს იყო რა თქმა უნდა
ძალიან მძიმე ბრძოლა. და საბოლოო ჯამში ისტორია გავგჯის ჩვენ, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფოებრივ ჩვენ გადავარჩინებთ. ასე რომ იყო თუ არა აცილებადი, როგორც ფინეთი ვერ აიცილებდა, როგორც ჩეხოსლოვაკია ვერ აიცილებდა, როგორც ავღანეთი ვერ აიცილებდა 69-ში, ჩეხოსლოვაკია 68-ში, როგორც უნგრეთი ვერ აიცილებდა 56-ში, როგორც ლიტვა ვერ აიცილა რუსული სამხედრო ინტერვენცია 91-ში, როგორც პოლონეთმა ვერ აიცილა 1929 წელს. როგორც საქართველოს ვერ აიცილა 1921 წელს, იმიტომ ქართველები სტალინის მითითებით შემოვიდნენ ესენი. რა თქმა უნდა საქართველოს ამას ვერ აიცილებდა 2008 წელს, მაგრამ ჩვენ ვიყავით ერთადერთი ქვეყანა ისტორიაში მე-20 საუკუნის და მე-21 საუკუნის დაწყებაში, რომაც შეძლო სრულფასოვანი და რამდენი შემოვიდა რუსი? 50000 შემოვიდა ეგრევე, აფხაზეთიდან 20 და აქედან 30 და 60000 იყო უკან, 200 თვითმფრინავი, 2000 ბრონეტექნიკა იყო მეტი, ვიდრე შევიდა ავღანეთში ჩვენზე ბევრად დიდ ქვეყანაში 79 წელს. ავღანეთი 2 დღეში აიღეს თლიანად. ჩეხოსლოვაკია აიღეს 2 დღეში, უნგრეთი აიღეს 3 თუ 4 დღეში, მიუხედავად რომ ძალიან მაგრა იბრძოლეს ქუჩის ბრძოლებში უნგრელებმა იმ ნადის დროს. ჩამოახჩეს ხელმძღვანელობა უნგრეთის, მოკლეს ავღანეთის პრეზიდენტი, გაანადგურეს ბალტიის ქვეყნების ხელმძღვანელობა. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც არა მხოლოდ თლიანად ვერ დაიპყრო რუსეთმა ამ ხილა ინტერვენციის შედეგად, დავფიქრეთ ამაზე. არამედ რომელმაც არ მოაწერა ხელი, როგორც ფინეთმა, რომელიც ვერ დაიპყრო, ფინეთი ძალიან გავდები, რომ კარელი დაიწყო, ვითომ კარელია უნდა და მაგრამ მთელი ფინეთი უნდა, ჰელსინკის აღება უნდა და ზუსტად ესე დაიწყო ცხინვალით, მაგრამ უნდა და თბილისი რა თქმა უნდა. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელიც ტერიტორიები დროებით კი ოკუპაცია მოახდინა, მაგრამ არც ერთ კაპიტულანტურ ხელშეკრულებას არ მოუწერეთ დღემდე. ეს არის იმხელა სტრატეგიული მარცხი რუსეთში. ეს არ არის ჩვენი გამარჯვება და ქვაკრევა სააკაშვილი თქვის რომ ეს არის გამარჯვება. როდის თქვი რომ ეს გამარჯვება? როდის თქვი რომ ეს არის გამარჯვება? სანამ ჩვენი ტერიტორიის თუნდაც ერთი მტკაველი არ ოკუპირება. აი საქართველოს სააკაშვილი ძახს რომ ნიღაბი მოხსეს რუსეთს. როდის თქვი ვამბობ ესეც ისულეს, მაგრამ რუსეთი იძულებული გახდა. ჩაეყვანება თავისთავად სრულიად წამგები ამ მდგომარეობაში, როცა მას ეხა სეპარატისტულ რეჟიმთან კი აღარ გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ამას ყველა აღიარებს, მე მგონი უკვე საქართველოს თავრობის გარდა რომელიც ოკუპაციაზე აღარ ლაპარაკობს. მაგრამ ამას აღიარებს ამერიკა, ევროპა, ჩვენი მეზობლები და ბევრი რუსი. ოკუპაციას ყოველთვის მოყვება დეოკუპაცია. რუსეთი ჩადგა პრაქტიკულად ისტორიულ ჩიხში, საიდანაც ან არის დანარჩენი საქართველოს დაპყრობაც. რისი იმედი რა თქმა უნდა მათ არ აქვს მოშლი. ან იმ ტერიტორიების იმ ტერიტორიების და 2008 წელს ბატონ მიხეილ ხომ არ ქონდა ცდელობა თქვენი მხრიდან იმას რომ ბოლოს გამოსულიყავით კრავის როლიდან. რო კრავის როლიდან რო გამოხვიდე, ამისთვის უნდა გქონდეს გელზე დიდი კბილები და გელზე დიდი თავხედობა და ბოროტება. ხა, არ ამგონია რომ საქართველოს ინსტინქტში იყოს ეს, რომ ხა როგორ რაღაცაა ხა ჩვენ ყოველთვის გვქონდა დიდი დამპყრობლები. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ცდუნება ხა რომ ამ დიდ დამპყრობელს ენა მოუჩლიკოთ. გვქონდა ეს ცდუნება. და ხა არის კი მე ვიყავ პირველი ლიდერი დსთ-ში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი რომელიც თავი არ დაუხარა რუსეთს. მაგრამ შევარდაძე რო ხრიდა თავს რაც კარგი ჩიტ დაიჭირა. ყველაფერზე მოაწერეს ხელი. არაფერი არ მიცეს, რამდენჯერ მიიყვანეს დევნილები ენგურის ხით, აი ხა გადაყვას, მოგვიწერე ხელი და მე მიიყვანეს ორი კვირა აღადავდნენ ესე, ამაიმუნებდნენ მართლა, სხვა არაფერი არ ყო იმას. და მაშინ კიდე საფჭყვაზე იყო, მაგრამ ხო ყლაპა ეს. მე ვიყავ პირველი ლიდერი, რომელიც არ მოუხარა თავი, რომელმაც თქვა რომ როცა მითხრა რომ შენი უშიშრობის მისით ჩემ უნდა იყოს ვალერი ხაბურზანი მეორე დღეს მოხსენით იქიდან, რომელმაც თქვა რომ ზაკუოში ჩვენი ანტიტერორისტული შტაბი უნდა იქნას გადაუტანეთ სხვა საუბარს თემა, რა თქმა უნდა არ გაუკეთეთ და რაც თამარია ჩვენ პირველად კავკასიაში ავაშეთ მრავალი საუკუნის გამოში თანამედროვე სახელმწიფო იცით რატო რა მოხდა 2008-ში. იამადაევებმა ჩეჩნებმა თქვენს უარი ცხინვალში ბრძოლაზე. ჩვენ ორივე იამადაევი მოკლეს ამის შემდეგ. ერთი საიმიროებში, სადაც გაიქცა, მანამდე მისი ძმა მოკლეს თეთრი სახლის მოსკოვში. რატო? იმიტომ რომ უკვე ჩილო კავკასიური პოლიტიკა ქონდა. ქონდა ის რომ ჩვენ შევძელით ამ ხალხებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ რუსეთის ადრე თუ გვიან კონტროლს დაკარგავს, ადრე თუ ჩემი ვარაუდია მაქსიმუმ რამდენიმე წელიწადში, აი ამ თელ პერიმეტრზე, აი რასაც უყურებთ, უბრალოდ ეხლა ღამეა, მაგრამ დღე უყურებ ხოლმე იქით რა არის. იქ დაკარგავს აუცილებლად კონტროლს. ჩვენ ამ ხალხებთან ურთიერთობა, მაგრამ ამ კონტროლის დაკარგვას პირველი ეტაპი 2008 წელი, როცა იამადაევების ჩეჩნურმა რაზმებმა პრაქტიკულად გარდაცალკეულ გამორაკლეს უარი თქვეს ბრძოლაზე. ეს არის რაც ჩერქესები დღეს ადიღელებს უმნიშვნელოვანეს ნაწილი. დღეს რო იყოს აფხაზეთში თითის გამწირვები არის და თუ იომებდნენ, ჩვენ ომი არ გვიდა, მაგრამ რო იყოს 92 წელი, იომებდნენ საქართველოს ხარეს. რამდენიმე ჯერ ჩამოვიდნენ მათი ლიდერები და მე ვიცი მათი რიტორიკა რა არის დღეს. ეს ყველა პატარა ერია და მათ თუ ადამიანად მოეპყრობენ სოლიდარობის განცდა გიჩნდება და ჩვენ მუდმივად გვიყალიბებდნენ ის რომ ჩვენ ესენი არიან ჩვენი მტრები და თურმე ერთ მორწმუნე რუსეთ რომელიც ჩვენი ეკლესიები დაანგრია გადაღება მოხსმო ის არის კარგი. რა თქმა უნდა შეგვიძლია ვილაპარაკოთ რომ
პატრიარქი უბრალოდ პატრიარქი ჩავიდა და ყველა და სახალხო დიპლომატია ვაკეთებს. რა თქმა უნდა, სახალხო დიპლომატია თავისთავად პრობლემა არ არის. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ იმ ადამიანს რა ენაც, როგორი ენითაც არ უნდა გელაპარაკოს, რა სიტყვებიც არ უნდა გითხრას, ეს არის მონღოლური სკოლა პოლიტიკის კეთების, ხო? ჩვენ ხალხთან უნდა გქონდეს ურთიერთობა. ეხლა მე თვითონ სახალხო დიპლომატის ვაწარმოებ, მაგრამ ყვალის ტბას დღეს ველოსიპედით უბრალოდ ილიას ტბას დავდიოდი. მოვიდა ჩვენ ვართ პეტერბურგიდან, ჩვენ ვართ მოსკოვიდან. გადავიღოთ სურათები, აბა როგორ მოგწოთ, აბა როგორ ახართ ბაკურციხეში ცხოვრობთ, ზოგი სასტუმროში საზღვარზე ხდებოდ. ეს პრობლემა არ არის. ეს პირიქით, რაც უფრო მეტი ხალხი ჩამოვა, მით უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტიებს გვაძლევს, ჩვენ რა ვიცით, ჩვენ სახელმწიფო ვართ. ყველა ამ ლაპარაკის უკან, ყველა ამ შეხვედრის უკან უნდა გვესმოდეს, რომ მტერი არის მტერი, შენი მოძულე არის მოძულე, შენი განადგურების მოსული არის, შენი განადგურების მოსულე და სტილი, რაც გქონდა აღამ ახმად-ხანს, მონღოლებს მანამდე მურვანყრუს, მანამდე რამდენი პრობლემა ყავდა ხა ჩავთვალოთ და რუსები ამათ იყო კლასიკური განსახიერება, ყოველთვის ერთი იყო. შეიძლება თქმილად გელაპარაკოს, მაგრამ საბოლოო ჯამში აქვს თავის ინტერესები. ამიტომ ჩვენ თავი არ უნდა მივუტყუოთ და სიცრუე შევაწყოთ. დამხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს არ უნდა ვიყოთ აგრესიულები და რისი მიცემად შეგვეძლოთ. რისი მიცემად შეგვეძლო ამ წერილის ჩათვლით. რომელზეც ბევრი ვიფიქრე სანამ მივწერე. ამ გავლენის ზონებს რეალურად. ყველაფერი გავაკეთეთ. რამდენი ის მოჩლება შეგვეძლო, ყველაფერი მოვჩლიქეთ. ნატოზეც უარს მომოვდით. გარდა ერთისა, საქართველოს ტერიტორიებისა და საქართველოს თავისუფლებისა შიდა განვითარების არჩევანისა. ამაზე საქართველოს ვერასოდეს ვერ იტყვის უარს. ბატონ მიხეილ, უშუალოდ ომამდე და თავად ომის პერიოდშიც არის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც თქვენ ახლა შეცდომად თვლით. თქვენი მხრიდან ან ქართული ხელისუფლების სხვა წევრების მხრიდან. მე ყველაფერს გავაკეთებდი, რომ და მომავალში გავაკეთებდი, რომ არასოდეს არ აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში, როცა მომიწევს ჩვენი ჯარისკაცების გაგზავნა საომრად, მით უმეტეს უიმედო ომში, მით უმეტეს ამხელა მოწინააღმდეგესთან. და რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ექნება ჩემი სინანულის და დიდი ტრაგედიის, რამდენიც ვიცხოვრებ, ყოველთვის თვალწინ მექნება ამ ბიჭების სახეები. გიორგი ანწუხელიძე, რომელიც არის ნამდვილი სიმბოლო, მოუდრეკავი საქართველოს ეუბნებოდა, თქვი, შენი პრეზიდენტი არის ასეთი და ისეთი. ეთქვა, ნეტავი ეთქვა. არა, აი ეს. და გითხარი სად იყო შენ ჯარები, შენი ნაწილგუში. მარტო გეუთხრა, რომ მე ვარ გიორგი ანწუხელიძე. მეტი არც ერთ ინფორმაცია არ მიცდა, ცემაში ამოხადეს ისე, რომ თავი ვერ დაახრევეს. და ამ ბრიყვება მე ეს ვიდეოზე დადეს. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, არც ერთი სხვა არჩევანი ჩვენ არ გქონდა. ყველამ გქონდა სულსა და უარეს შორის. 2008-ში მაშინ ახლა ჩვენ გამოაცხადეთ სამხრივად ცეცხლის შეწყვეტა. იყო სატელეფონო გადაჭერები, რომ სატანკო კოლონები არის საქართველოს შიგნით. შავი ზღვის ფლოტი იქ რო დაძრული საქართველოს მიმართულებით. ჩვენი საიტები იყო დაბლოკილი, პირველი რეპეტიცია ამის გააკეთეს ივლისში და ეს იყო პირველი შემთხვევა სოფლიო ომების ისტორიაში, რომ კიბერშეტევა გამოიყენეს მოწინააღმდეგეს საიტებზე, ეს წინასწარ ხდებოდა ყველაფერი. ჩემი საიტზე იცით რა იყო? ასავალ-დასავალში რო ბეჭდავ ყოველ მეორე ნომერში. ჩემი და ჰიტლერის სურათი, მე ჰიტლერის ულაში. ასავალ-დასავალის პროპაგანდა ზუსტად იგივე რაც რუსული და დარწმუნებული ვარ ბევრი კავშირების არსებობს ისე როგორც თავის დროზე მაგალითად ილია ჭავჭავაძე ებძოდა გზავრი კვალი ზუსტად ესევე ასავალ-დასავალი ალია ებძვის იმას ყველაფერს იმას რაც ქართულ სახელმწიფოს ამაგრებს არ ამგონია რომ ეს არ იყოს სადღაც კოორდინირებული მე ანაულ კონსპირაციების მომხრე მაგრამ რაღაც დონეზე ალბათ რაღაც კოორდინაცია აქ ხდება ასე რომ და ეს ზუსტად ასავალ-დასავალის სურათები იყო ჩემ საიტებზე ასე რომ ყველაფერი ეს ხდებოდა და როდესაც უკვე გადაჭერები იყო შიგნით არის შემოსულები დაძრულია კოლონე ერთადერთი რაც შეგვეძლო გავკეთებია რომ გაგვეხსნა დერეფანი და ხალხი გამოგვეყარა იმიტომ რომ მეც ვეღარ შევდიოდი ჩემი ცელობა იყო იქნებ გადავიდეთ იმ სოფლებში ხურთა თამარაშენი კეხვი ყველაფერი უკვე ჩაკეტილი იყო ასე რომ და იქ იყო იქ იმდენი ენერგია ჩავდეთ ჩვენთვის ყველაზე უარეს გამოსავალი იყო ამდენ რაღაცა ავაშენეთ ახლა მიწასთან რაც გასულ ერთ სპორტულ დარბაზში შეინარჩუნეს ბოლოს ტვინი ეყოთ და ამ სპორტულ დარბაზში რა უცებად დავიბრუნებთ. ასე რომ თავის ოლიმპიური საცურაო აუზეთ. ასე რომ რა თქმა უნდა ამ ხალხმა პრაქტიკულად ეს იყო ჩვენ გამოსავალი. როდესაც 9-ში ჩვენ პირველ სადაზორო ასეულს მეორე ბრიგადის ხრულოვი ვარ დაეჭრა მძიმედ. რუსეთის ტელევიზიამ გაუშვა ეს კადრები და შემდეგ გააკრეს YouTube-დანაც კი. როცა ხრულოვი ძიმედ დაჭრილი მოსქვავს რომ მთელი ბატალიონი განმეორდა 30 ოფიცერი დაიღუპა კიდევ რამდენიმე ათეული ჯარისკაცი ჩვენი შეტევის შედეგად
და რატო იყო ეს მნიშვნელოვანი? ხრულოვი გაიქცა, მაგრამ ამით პუტინი სასწრაფოდ ჩამოფრინდა და ეს 200 ადგილობრივი დაქირავებულები, რომელიც ყავდა, გაიწვიეს იქიდან და შემოიყვანეს ფსკოვის დივიზია. ის დივიზია ზუსტად რომელიც თავის დროზე შევიდა ბუდაპეშტში 56 წელს ანდროპოვის მეთაურობით. და რატო იყო ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ამან მოგვაგებია დრო ჩვენი მოსახლეობის იქ რომ მხოლოდ ოსები დარჩენილი იყო, განსაკუთრებით ჩილოსიდან შემოყვანილი ეს აბსოლუტური მანქურტები. საერთოდ ყველას ყელს გამოჭედა ადგილობრივს. ხრულოვის დაჭრა და ამ თემ დისპოზიციის შეცვლა მოგვაგებია დრო ხალხი გამოყვანა და იამადაევის დახმარებაა. იმიტომ რომ იამადაევმა დაგუხმარა ჩვენი კოორდინაცია კი არ ქონდა. გააკეთა ის რომ უშუალო დავალება პირდაპირ ტერორის ძალიან მცირედ შეასრულა. ამიტომ ეს ყველაფერი დარჩა რუსეთის რეგულარულ ნაწილებს და ადგილობრივ თუ ჩილოეთიდან შემოყვანილ ოსებს. ასე რომ ამ ხრივ რაღაცეები ბოლოს რა თქმა უნდა გაკეთა მაქსიმალურად სწორად რაც შეიძლება გაკეთებოდა. ხალხის დიდი რაოდენობა გადარჩა. დრო მოვიგეთ ჩვენ დიპლომატისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დიპლომატიამ შემდეგ საბოლოო ჯამში დიპლომატიამ და ამერიკის მეექვსე ფლოტმა გააჩერა რუსები. აბა მართლა თქვენ გიჟერათ რომ მედვედევს არ უნდა თბილისის აღება. მართლა ხა ყველაფერს ხა ომის შემდეგ მუშტების ქნევას რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა გაცხადებული ქონდათ ეს. ეს უთხრეს კონდოლიძა რაის რომ ჩვენი სრული მიზანია საქართველოს სრული განადგურება. და ეს ამერიკელებმა დაიჯერეს. თქვენი ამერიკელების პირველი შემოთავაზება ჩემთან ის კი არ იყო რომ ფლოტს გამოვაგზავნით ან თვითმფრინავის გამოვაგზავნით. პირველი შეთავაზება როცა შეიკრება თეთრსახში როცა ბუში დაბრუნდა პეკინიდან იყო რომ ჩვენ მოვახდენთ შენ ევაკუაციას თბილისის და სამხედრო ძალებს. შენ და ამოირჩენ შენ მთავრობის იმ წერილებს რომის გაყვანა გინდა. თუმცა ამავე დროს რამდენადაც ვიცი კონდოლიზა რაისიც მათ შორის გაფრთხილებდათ რომ თქვენ ყველაფერი უნდა გექნათ იმისთვის რომ არ აღმოჩენილიყავით ჩათრეული სამხედრო კონდოლიზა. კონდოლიზა რაის არ ჯეროდა რომ ეს მოხდებოდა. ამიტომ ხანდახა ეხლა რომ ამბობ ხომ ჩვენ ვაფრთხილებთ სინამდვილეში ეს არის იმის გაცდელობა რომ ყველას უნდა ისტორიაში მაგრა გამოჩნდეს ხო? ამ ყველაფერი ჩანაწერები არსებობს. ჩვენ ვაფრთხილებთ რომ დაიწყება. ეს მგონია შანსი არა. მისი საყვარელი ფრაზა იყო I know the Russians. ვიცნობ რუსებს. They will not do it. Steinmeier გერმანიის საგარეო მინისტრი რომელიც ბევრად უფრო შეიძლება ნაკლებად იყო ჩვენ მათ სიმპათიით განწყობილი და ბევრად რუსული იყო იმან პატიოსად გითხრა რაც მოხდებოდა. იმან უკეთესად იცოდა, რუსებს უკეთესად იცნობდა. ასე რომ ეხა ვირას გვაქვს ჩვენ ვაფრთხილებთ, ყვიროდით, ყმუხოდით, რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებთ. ნატოს ვეუბნებოდით, რომ მოიწვიეთ სასწრაფოდ საგანგებო შრომა და წინასწარ. ნატოს გენერალ მდივანს დაურეკე წინა დღეებში. და რა პასუხი ჰქონდათ მათ ამაზე? გავაცხადე სიტუაცია. მერკელი იყო დასვენებად წასული კუნძულებზე, დანარჩენები იყო პეკინში წასული იდეალური სიტუაცია იყო. ვერავის ვეღარ უკავშირდება იდეალური რუსებისთვის. ვერავის ვეღარ უკავშირდებოდა. და პრაქტიკულად რა მოხდებოდა? ჩვენ რო არ შეგვებრუნებია ხელი, ისინი შემოვიდა. ომის სიტუაცია რა იყო, ხო? ეს ყველაფერი მოხდა დაცხილვები. 50 სამხედრო ჟურნალისტი ჩამოიყვანეს ივლისის ბოლოს. სამხედრო ჟურნალისტი ვიღაცა ისეთი არა, რომელიც იმიტირებდა მე ეს ბევრჯერ გამოჩნდა ნეკრასოვის ფილმშიც, რომ ვითომ სროლებია. იმიტომ რა ფერი ხდებოდა ამ დროს. გაიყვანეს მოსახლეობა ევაკუაციით. იმიტომ კი არ გაიყვანეს უყვარდათ ოსები. იმიტომ რომ ვიწრო გზა არის როკის გვირაბის და როგორც კი თუ იქიდან დაიწყებოდა სროლები, მე ეს მოსახლეობა გაებლანდებოდა ფეხებში. ამიტომ მოკიდეს ხელი ესე იავაჩნი წესის, რასაც რუსები ეძახიან, ჩამოიარეს, ჩემი ერთი ნაცნობების ოჯახი იყო იქ და უთხრეს რომ თქვენ და ჩვენო არ გვინდა წასვლა და თქვენ ვისი მოქალაქეები ხართ საქართველოს რუსეთის პასპორტები არა, მაშინ იყავით. და ყველა მათი მეზობელი გაიყვანეს. ასე რომ ეს ბაკურიანელი ოსები არის, ესე რომ ჩასვლის სახლი იქაცა. ასე რომ ყველა სიმპტომი იყო იმისა, რომ ეს მზადდებოდა. აღარ ვლაპარაკობ და გრუს სპეცრაზმი, რომელიც შემოყვანეს ტრიაყანაზე. პირველი ცეცხლით, ეხლა რაც დანამდვილებით არის დადგენილი სამშვიდობოს რუსებს გაუხსნა გრუს სპეცრაზმი. ეს ისე ერთ-ერთზე არის ამოღებული მათი სახელმწიფოებიდან. ფინეთში რომ დაიწყო ომი, პირველი ხო რა უთხრეს ფინეთს, რომ მოგვეცეთ კარელია, როგორც ჩვენ გვობლებოდი, მოგვეცეთ აფხაზს დაივიწყეთ. გჭირდება რომ კარელია, ეხლა როგორ კარელია გჭირდება ეუბნებოდა სტალინი, როგორც გვეუბნებოდა აფხაზს გჭირდება სოჩის ოლიმპიადის დაახლოებით. ესეთი იყო ხო მესიჯი. ფინელები არ წამოიგენ ასეთ პროვოკაციას, მერე გრუს სპეცრაზმი დადგა გამყოფ ხაზებს შორის, ერთ-ერთ დინარეს და დაუშინას საბჭოთა შენაერთებს და მერე აღშფოთებული შრომელები გამოვიდნენ ქუჩაში პეტერბურგში და სხვაგან და თქვენს რომ შევდივართ. მედვედევ ურცხვად რო იმეორებს, ისტერიულად იმეორებდა რომ სააკაშო მოკლა 3000 კაცი, ამოიღეთ ჩანაწერი. ურცხვად ისტერიულად იმეორებდა, აბა 3000 კაცი მოკლა, არ შევიდეთო. ეხლა რო აღმოჩნდა რომ არ მოგვიკლავს, ეხლა რო ოქრათ. აქვე უნდა გავიხსენო მე რომ აღმოჩნდა რომ 100 კაცი ძლივს ამოიღეს სია და პრაქტიკულად თითქმის ყველა იყვნენ მებრძოლები.
მე რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა დაუბრუნდე ნატოს თემას. თქვენ თქვით რომ მზად იყავით ნატოც კი დაგეთმოთ იმისათვის რომ თავიდან აგეცილებინათ ომი და შესაბამისად ტერიტორიების დაკარგვა. როგორ ფიქრობთ? აქედან გამომდინარე, ახლა ვთქვა თეორიულად საქართველოს რომ უარი თქვას ნატოზე, რუსეთთან ურთიერთობას ეს მაინც ვერ შეცვლის? არა, რუსეთმა გითხრა რა გვინდა, შეცვლის როგორ? თქვას, რუსეთი ხედავს შესაძლებლებს ისე როგორც ხედავს, თქვა მედვედევმა პუტინის დოქტრინა ეს საქართველოს და დუგინი მაგას უიმეორებს და დუგინის ხოჩოს ახლა მეკავშირეები გამოუჩენ საქართველოში, ეს არის პუტინის თავი იდეოლოგია, რომ საქართველოს უნდა დათმოს აფხაზეთი და ცხინვალი და ალბათ სხვა ტერიტორიების და მინდა შეგახსოვოთ რუსეთის დოქტრინაში საქართველოში არ უნდა იყოს არც სამეგრელო, არც სამცხე-ჯავახეთი და პრაქტიკულად ზოგიერთები ამბობენ არც სვანეთი და რაჭარაზე ხო რაღაც ლაპარაკ, რაჭარა რა თქმა უნდა არ უნდა იყოს. ასე რომ აი ეს არის მათი დოქტრინა. ქართკახეთი, იმერეთი, ოღონდ ქართლის ნაწილი რა თქმა უნდა და რაჭა. ლეჩხუმი. ასე რომ აი ამ სიტუაციაში და გურიასაც გურია თუ აჭარასა მიუერთეს რომ ეც გავა საქართველოს. ამას ამომე ხიათ. ამიტომ გეუბნებია რომ ერთი ესა და მეორე თუ საზღვრები დაივიწყეთ და მეორე თუ კეთილგანწყობა გვიდათ ნატოს დაივიწყეთ. აი რაც დარჩებით მე ეს უხელო უფეხო საქართველოს კუნძი. მე შეიძლება დაგელაპარაკოთ იმაზე რომ ამ კუნძთან უფრო ადამიანურ ურთიერთობა მე დღეში 10-ში არ გცემთ ხოლმე. რა გამოსავალი არსებობს თქვენი აზრით მაშინ როგორ შეიძლება არსებობდეს რუსეთი და მთლიანი საქართველო? გამოსავალი არის მხოლოდ სტატუს კოს შემთხვევაში გამოსავალი არ არსებობს. ერთადერთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იყო ის გზა, რომელსაც მე ვთავაზობდი და ჩემი მთავრობა ქართულს. სხვა გზა არ არსებობს. და რა იყო ეს გზა? ღირსეული სწრაფი განვითარების პოლიტიკის. თავის არ დახრის. იმიტომ რომ თავის მოქონვით ჩვენ ვერ მოვატყუებთ დიდი ტყუილების და მონღოლური გამოცდილების მქონე პოლიტიკურ გამოცდილების გულისხმობთ სამხედრო და პოლიტიკურ მანქანას. ვერ მოვატყუებთ. ჩვენი მოსატყუებელი კბილი მას დიდი ხანია უკამოცვლილი აქვს. დათვის ბაბაიას ძახები დათვი თავს არ დაგანებავს. თავს უნდა გაექცე. და გაქცევა ის კი არა რომ საქართველოს აიღო და გადაიტანო მექსიკასთან სადღაც. გაქცევა არის ის რომ ძალიან სწრაფად განვითარდეს. გაქცევა არის ის რომ ავაშენოთ ახალი პორტები. ხა სინგაპურს სულ ემუქრებოდა ჩინეთი დაპყრობით. აბა დღეს აზრადაც არ მოვა ესეთ რამ. პირიქით სინგაპურმა აიღო ჩინეთის მოდელი. ჩვენ გზა იყო ის რომ მედვედევმა შარშან აღიარა, ეს ხო ყველა მოისმენთ, ისე გავატარეთ, მაგრამ ქართულ რეფორმები მაგარი ორჯერ თქვა. იგივე მედვედევმა. და სააკაშოს მეზიზღება სააკაშო, მაგრამ უნდა გადმოიღოთ მათგან მათი რეფორმა. გამოაგზავნა ხალხი, რომელსაც სხვა შორის ჩვენ მოვატარეთ. მედვედევის გამოგზავნილი იყო ეს ხალხი და ვაჩვენეთ ჩვენი იუსტიციის სახლები, პოლიციის რეფორმა, სხვა რაღაც დაწესებულებები სახელმწიფო და აღთვალებული წავიდა. უბრალოდ თქვა რომ რუსეთში ეს არ გამოგვივა. ასე რომ საბოლოო ჯამში აი როგორც ჩინეთმა გადაიღო სინგაპურიდან და ტაივანიდან ბოლოს რომელსაც დაპყრობას უპირებდა ყველაფერს განვითარების მოდელი, რუსეთმაც დაიუწყო ჩვენგან ამ მოდელის განვითარება. რაც უფრო მეტად იტყოდა ამას. რაც უფრო მეტად ჩამოდენ ეს ტურისტები, რომელსაც აგენ დადიან გარშემო, რაც უფრო მეტად განვითარდებოდა აი ესეთი ტიპის ურთიერთობა, რომ საქართველოს წარმატებული წინწასული ქვეყანა, მით უფრო ჯერეთი დანჩენ საქართველოს დაპყრობაზე უარს იტყოდნენ სწრაფად, როგორც ახლა ესტონეთის დაპყრობა არასდროს აზრათაც აღარ მოუვათ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ლიტვის და პოლონეთზე აღარ ვლაპარაკობ და ჩეხეთზე და უნგრეთზე. და შემდეგ, რა თქმა უნდა, აი წარმოიდგინეთ, რომ აი ასეთ განვითარების პირობებში, როცა ლაზიკა იქნებოდა აშენებული საოკუპაციო ხაზთან. 30%-იანი აფხაზები აფხაზეთში. 30%-იანი ქართველები. დანარჩენი არიან, სომხები, ეხა ფერგანელი შემოიყვანეს და ცოტა რუსები. პირველი ქართველები მოიბობდნენ ამ ლაზიკას ცეად, შემდეგ დანარჩენები და აუცილებლად აფხაზებიც. აუცილებლად აფხაზებით და რუსეთი აუცილებლად შემდეგ წლებში გავაჩილო კავკასიიდან. აი, ახლა ხართ თქვენ და იმედია ყველა ცოცხლები ვიქნებით. ბევრი ფაქტორის გამო რუსეთს აქ დაკარგული ეროვნული იდეა, რუსეთი წავიდა რეცესიაში მიუხედავად ნავთობის საოლფასია, ფიქალურმა გაზმა გრძელვადიანი პერსპექტივა მოუსპო სამხედრო სიძლიერის და პუტინი არის უკიდურესად არაპოპულარული. ეს ხალხი აქ რო ხდება, ეხლა დღეს მითხა ვიღაც გოგო იყო, я из Казани. Ой, როგორ გიყვარხარ? Ну, вас очень любим Татарстане. У нас сейчас универсиада, вы приезжайте, да? Пожалуйста, приезжайте, пожалуйста. სურათები გადაიღეს, ავტოგრაფები ჩამოართვეს. ესეთი რუსის უფრო მეტია, იმიტომ რომ პუტინმა იმდენი წელი მლანძღა და ეხლა პუტინის პოპულარობა მოსკოვში, პეტერბურგში არის 20% და 30%-ია მაქსიმუმ რეგიონებში. დანარჩენი 70% ეძებს გამოსავალს. დაინახა იმ ხალხის დიდმა ნაწილმა რუს საქართველოს თემაზე ატყუებდა. ამიტომ გამოსავალი ეხა ის კი არა რომ ამ მომაკვდავ იმას გავვარდეთ და ფეხები დაუყოლოთ და დაუკოცროთ. იმიტომ რომ გაბრაზებისგან ისე არის გაბრაზება, რომ შეიძლება ისე ჩაგარტყას ფეხი ამ დროს კონვულსიაში, რომ ყველაფერი საერთოდ სახე აღარ შეგჭეს. პირიქით.
დავკონცენტრირეთ ჩვენ ის კი არ უნდა ვთქვა რომ სააკაშვილის გასამართლებ კიდე კი ბატონო გაგისამართლებთ რა პრობლემა ომზე გაგისამართლებთ რა პრობლემა თუ ომზე არა კიდე რამეს მოუფიქროთ გაგისამართლებთ ხო ფაქტია რომ აგერ ვიღაცებში პროკურატურა შექმნეს კომისია რომლის ფუნქცია რუსების თავარი მოთხოვნა რომ მე გამასამართლო ომზე ესე იგი საქართველოს დაცვაზე ეს მიიყვანოს ბოლომდე და ეს არაერთხელ თქვა პრემიერ-მინისტრს მე ხალხის რეაქციას რო ნახე ხე ცოტა ხანი ჩამიაძინეს თემა მაგრამ ცოტა ხანი მე ისევ განახდება და იქიდან შევარდაძე აგულისა თუ მიდი მიაწექეთ შევარდაძე მართლა ყველა უბედურების ხელის მომწერი დაგომისის ჟენევის მოლაპარაკების სოჭის ყველაფრის ჩამბარებელი ყველაფრის დამანგრეველი იქიდან მოუწოდებს მოდი ეხა ისინი გამასამართლოთ ომზე იმისაც რომ თავი დაიცვას და კაპიტულაციაზე არ მოუწერეს ხელი 98 წელს რო ყოფილიყო ჩვენი მთავრობა საერთოდ აღარ უქნებოდა ტერიტორიული პრობლემა დღეს ამიტომ მე მინდა უთხრა ყველას საქართველოს განვითარება ქართული ხალხის ხელშია თუ ქართული ხალხი გააგზავნებს სწრაფ განვითარებას არ ნიშნავს რუსეთის გზარო როცა თბილისი ვეღარ აიღეს მეექვსე ფლოტის ჩარევის გამო ამერიკის და ავიაციის და როცა აფრინდნენ ეს თვითფრინავები რუმინეთში თურქეთში ჩვენ საზღვართან პატრულებდნენ შემოვიდა მათი ისა ყველაზე ფლაგმანი დაიძრა და ჩეინი მაშინ მით ჩეინი შესთავაზა ამერიკის ადმინისტრაციას როკის გვირაბის დაბომბვა რუსებმა ეგრევე მიიღეს მესიჯი მაშინ აკაც მე უარი თქვი გაყვალაზე მე უკვე ამერიკელების სხვა ის შემოგთავაზეს ხო მე ვთქვა რომ მე არსად არ მტოვებ მე თბილისში დავჩები ჩემს სასახლეში მაგ აგაფეთქემი მაგ სასახლეს ააფეთქემი ისკანდერი ტუჩკოვიძე ერთ წამში კი ბატონო აგაფეთქო სარდაფში ჩავა სარდაფიანად ამოვთხე რას თავაზობთ ჩამოდი ჩვენი სამხედრო თვითმფრინავები წაგიყვანთ არა no you understand no ხო და ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოს მე უნდა გააგრძელოს განვითარება საქართველოს უნდა გააგრძელოს ერობა გააგრძელოს სწრაფი შენება და ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ ეკონომიკა იყოს რეცესიაში ვინაიდან ეკონომიკაზე და არა გვაქვს იმიტომ ეს არის ეს ჩვენი უსაფრთხოება დღეს არის სწრაფ განვითარებაში ხო მედვედევი ამბობს რომ სწრაფი განვითარებისთვის აუცილებელია პარტნიორი არა ოკეანის მიღმა არამედ მეზობელი და ევრაზიული არაფერი არ აქვს შემოთავაზებული რუსეთი არის მომაკვდავი ეკონომიკური სახელმწიფო. ის ამბობს რომ რუსეთი ეს ევროკავშირის მსგავსი სტრუქტურა, თანამედროვე სტრუქტურა იქნება და არასაბჭოთა კავშირი. არა, ხო ფაქტია რომ ჩვენ რუსეთის ბაზრის გარეშე სწრაფად ვითარდება და ეს რომ ღვინოს შეგვატანეთ. კარგია შეგვატანო ღვინო, ხელშეკრულებას მოუწერეთ ხერხ, ღვინოს შეგვატანიო. მაგრამ ეს იქნება 0.1% ჩვენი ეკონომიკის. ჩვენი ეკონომიკური ბაზრები არის ყველა მიმართულებით სადაც გაიხედა. და საბოჯავში რუსეთსა და როცა გაქვს ბევრი ალტერნატივა, მე რუსეთის ბაზარი თავისთავად გაქვს. მაგრამ ჩვენი ამოცანა არის ისეთი კონკურენტულადები ვიყოთ, ისეთი მოწინააღმდეგე ვიყოთ. 100,000 ტურისტი დავედით 6 მილიონი ტურისტამდე. მათი უმეტესობა რუსეთი არ არის. კარგია რუსეთი შეიძლება იყოს სადაც მილიონამდე. დანარჩენ ხო ადრე იყო ჩვენ ვიყავით რუსეთის მიერ შენახული საიდუმლო რომელიც ხოთ მათ იწოდა. ასე რომ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთს აქვს ჭაკაც აქვს. ისინი რეცესიაში, ესე მათი ეკონომიკა მცირდება. ფიქალური გაზის გამო მათი ენერგეტიკული ბერკეტები ევროპაში მცირდება. გაზპრომის წილი გაზპრომმა დაკარგა შარშა 300 მილიარდი. გაზპრომის წილი ევროპაში მცირდება 47%-დან უახლოეს წლებში დავა 17%-მდე, რაც არის სრული კატასტროფის ტოლფასი. გაზპრომმა დაკარგა ამერიკის ბაზრები და ეხლა კარგავს აზიის ბაზრებს. ეს იყო მათი ბოლო ეკონომიკური და სამხედრო პოლიტიკური ბერკეტი. მათი არმიის მოდერნიზაცია არ ხდება და შიგით აქვს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი. აი ამ პირობებში რაც შეიძლება შორს უნდა ვიყოთ, როცა ეს ჩამოიქცევა ყველაფერი, ჩვენ არ დაგვექცეს თავზე. და შორს ყოფნა არის ევროატლანტიკური ორიენტაცია, ყოველგვარი ყოყმანის მოხდა. მე მედედებას რო თხეს, რომ ეს ნატოში გვინდა შესვლა გაეცინა. შევარდნაძის დროსაც ეცინებოდათ. თუ საქართველოს იქნა სუსტი, არავინ არსად არ მიგვიღებს. და კითხე, ხო, ეხლა ჩადეთო, კი, მაგრამ ისინი არ მიგიღებენ. ნაწილობრივ არ ცდება. ჩვენ უნდა ვიყოთ კარგ ფორმაში. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ეს ყველა შენება და ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ ეკონომიკა მცირდებოდეს. ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ დიდი პროექტები შევაჩეროთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გზელვადიანი გარანტიების ძალიან მყარი საფუძველი. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ევროპასთან და ამერიკას ჩახუტება, ჩვენ უნდა მთელ რეგიონს უყუროთ, მარტო ევროპას, ამერიკას არა, ახლო აღმოსავლეთ, თურქეთს, შუა აზიას, უკრაინას და რუსეთსაც, რა თქმა უნდა. მაგრამ ღმერთმა არ ქრას, რომ როდესმე ისე გლის ხახა იყოს ჩვენი ერთადერთი საბუდებელი. და რაც შეეხება იმას, რომ ახლა ვიღაცა რაღაცას ჩვენ მაგივრად დასკვნებს გამოიტანს და შეუსრულებენ რამდენი მათ შეკვეთას და რუსეთი დაწყნარდნენ. რამდესაც მიცემ 10-ჯერ მეც მოგთხოვს. ეს არის მათი პრინციპი. მათთვის განვითარებული ქვეყნები მათ საზღვრაზე არის ევროკავშირის პრინციპი რა არის? რაც უფრო განვითარებული ყველა ქვეყანა, მით უფრო კარგად არის ევროკავშირი. რუსეთის კოლონიური პრინციპი რა იყოს? რაც უფრო დაჩმორებული, დამონებული, გაუბედურებული ყავს გარშემო ქვეყნები, მით უფრო თავს კარგად აქვს. არასოდეს ეს ზუსტად არ გამოვლინდა როგორც ბოლო წლებში. ეხლა მართლა მე უნდა ვიყო თუ და თან შეგვიძლია ყველაფერი გაუბედურებული ვიყოთ და მაინც არაფერს არ მოგცემს. მაინც არაფერს არ მოგცემს. აი ხა რამდენი ზუსტად მოლდოვამ ბევრი რაღაცა გაუკეთა, რასაც ჩვენ გთავაზობდნენ და არ უკეთებთ. რა მიცეს მოლდოვას? არაფერი. აქედან ჩვენი გაკვეთილება და გამოვიდა.